საქართველოში სრულიად შესაძლებელი არის ადამიანმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს, თავისი პრემიერ-მინისტრი მოკლას, თქვას რომ გაზით გაიგუდა, მერე ჩვეულებრივად ქვეყანა ომში გაახვიოს, პროვოკაციას წამოეგოს და გამოვიდეს და თქვას რომ საქართველოს ჩემგან დაიწყო დავით აღმაშენებელი ვარო და ქვეყნის დიდმა ნაწილმა მაინც ყველაფერს მერე დაიჯეროს. საქართველოს შესაძლებელია რომ ადამიანმა რომელიც პრეზიდენტი იყო, ხალხი ციხეში აწამოს, მოკლას და კორუფციას დაიჯეროს. საქართველოს სრულიად შესაძლებელია რომ ირანის დამხობის ლეგიტიმაციით მოვიდეს ხელისუფლება და ტირანს ხელს ვერ მოვკიდებ, არ შეიძლება 13 წელი ლაპარაკოს, ოღონდ არჩევნებზე თქვას რომ ეხლა დავჭი. მე 14 წელი დაიწყება და ისევ ნაცების დასჯაზე იქნება ლაპარაკი და საქართველოში შესაძლებელია რომ LGBT, ტრანსი, queer, გენდერული სიგიჟეები პარტიამ მიიღოს, გენდერული პოლიცია ჩამოაყალიბოს და მე გამოვიდეს და თქვას რომ კონსერვატორი ვარ. ეგ ყველაფერი საქართველოში მოხდა. ძალიან ბევრი ეგეთი რაღაც საქართველოში მოხდა, ხალხმა ჭამა, რა არის იცი შესაძლებელია ეხლა ოცნება ხო დგას deep state-ი გვაძალებდა. ჩვენ ეხლა კონსერვატორები ვართ. აი რაღაც შეიცვალა ამერიკაში. მოდელირებას ვაკეთებ და ჩვენზე დიდი პროდასავლური პარტია რომელია ხალხო. ჩვენ როდის მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი? ჩვეულებრივად გადაეწყობა მაგ ტექსტზე და აი ჯوارიან ხო იცი ინტერნეტში ოცნების გამправებელი სასტავი რა. ეხლა ხო როგორ გაკონსერვატორდა შევცვალეთ ხო როგორი ლიბერალური ძალა ოცნება. აი რამე გადართვას დრო კი არ დაჭირდება. აი ესე მოხდება.